To feel loved, to be listened to be heard. ეს სოციალური რეკლამა ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ადამიანებს სისასტიკის დაგმობისკენ მოუწოდებს. დღეს მსოფლიო ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დროებები არ მქონდა სახლში და როცა დედა გარდაიცვალა, მამიდაც შემოც შეცვალა, რომ აქ უფრო უკეთესად ვიქნებოდი. ბავშვთა სოფელში მოხვედრის მიზეზებზე საუბარი უჭირს. ანა აქ წლებია ცხოვრობს. ბავშვთა სოფელში მამიდა მიიყვანა, რომელიც დღეს იშვიათად აკითხავს. სოფელში 70 ბენეფიციალი ცხოვრობს. ყველას აქ ერთი ისტორია აერთიანებს. ჩვენი სოფელი თითქმის ყოველთვის შევსებულია ასეთი ადამიანებით, მაგრამ ასეთი არა ყოველთვის ეს არის უბრალოდ ობოლი და მსრულნელობას მოკლებული კონტინგენტი. იქედან გამომდინარე, რომ ამას ჩვენ არ ვწყვიტავთ, ამას სახელმწიფო უწყვიტავს, რომ უზღუდავს უფლებებს სასამართლოს წესით, მშობელს ან ჩამოართმევს უფლებას და ასე შემდეგ. უბრალოდ ეს ინფორმაცია ჩვენამდე გამზადებული სახით მოდის და ჩვენ ვიცით, ვის გავატანოთ ბავშვი და ვის არ გავატანოთ და ასე შემდეგ. ბავშვები ბავშვებისთვის IQ-ს მოსწავლეებმა მხარდაჭერა თანატოლებს ამ ფორმით გამოუცხადეს. ფოტოების გამოფენა გაყიდვა TBC გალერეაში მოეწყო. SEO-ს ხელმძღვანელი ზვიად ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბავშვებზე ძალადობის პრობლემა მათი მთავარი საზრუნავია. ეს გახავთ ერთგვარი ესეთი გზავნილი საზოგადოებასთან, რომ არ დაგვავიწყეთ თუ რამდენად სათუთ ბავშვებთან გვაქვს საქმე. ორგანიზაციის მაქსიმალურად სპეციალურად აკეთებს ისეთ ღონისძიებებს, რომ საერთოდ ამოფრული იქნეს ბავშვზე ელემენტარული ძალადობაც კი. ძალადობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლებში, ოჯახებში, მოზარდების ჩაგვრა. ერთად გამოვუცხადოთ არა ძალადობას. დაცული ბავშვები. იყვარდეთ ბავშვები. როგორ შეიძლება ბავშვებზე ძალადობის გაწევა? მე ვგმობ ძალადობას. არ ცემოთ ბავშვები. გავაფრთხილდით ბავშვებს.